ანასტასია რასაყვარელი გოგო ხარ და ყველას ვეუბნები რომ ჩემ დედამთილს კითხე რასაყვარელი ვარ. აი ეს სუპერ ძალა, რაც მარტო ქალებს აქვთ ამ სამყაროში. მე მგონი დღემდე არ დამიჯერე რომ ზუსტად ეგ ხო მაგის გამო გავუშვით. რამდენად შენ მოგიწია შეგუება, თქვათ ქართულ ქმართან, ჩვენ თავს უნდა ესე ვთქვათ გავბრაზდეთ ჩვენ თავზე და არა დამიჭერია მაგას ჩემი თავი. და არა ქმრებზე. რამდენიმე საკითხია, რომელზეც გვაქვს განსხვავებული აზრი. შენ შეგიძლია ეხლა წახვიდე და არასდროს არ დაბრუნდე ანუ შენ ბავშვებთან ისე ვთქვათ რითი გამოიხატებოდა? არ იქნებოდა არგი ბაბო ისე რომ მე რომ მომეწონებოდა. ერთი შვილი თუ უკვე ყავს, უკვე ცხოვრება არის შენი აღარ არის ხო და მანდა ხან ძალიან დამღლელი არ არის ეგ? ხო ბოდიში მუჟუჟის მოგონილი ადამიანი ხო მოყვარული ანუ ვინც მოიგონა საერთოდ არ ვიცი როგორ საერთოდ რა უნდა წხვებს გაძრავ ერთი ყავა რა შენ ხასიათს ვერ მოერგო და მოიგონე საახალწლო საუზმე ელოდები რაღაც ახალი 12 და ყველაფერი ზუსტად იგივე როგორც იყო და ახლობით 5 წუთის წინ და არაფერი არ შეიცვალა. არაფერი. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გვანცას პოდკასტს და ჩვენს მორიგ ეპიზოდს საახალწლო განწყობით. დღეს არის 30 დეკემბერი და მალე შემოვა 2026 წელი და ძალიან მინდოდა რომ წლის ბოლო ეპიზოდში განსაკუთრებული სტუმარი მყოლოდა და არ გავაკეთებ ძალიან დიდ შესავალს, იმიტომ რომ მე მგონი უგემრიელესი საუბარი გველოდება, იმიტომ რომ ჩემი პოდკასტის სტუმარია ანასტასია ბენდუკიძე. ვაიმე ძალიან დიდი მადლობა ეგეთი თბილი და თკბილი სიტყვებისთვის. და სანამ დავიწყებ ჩვენს საუბარს, შეგახსენებთ რომ ჩვენი მეგობარია დეკლარი და ვისაც გრძნობიარე კანი გაქვთ აუცილებლად გეცოდინებათ მის შესახებ, იმიტომ რომ ის 60 წლის წინ დაარსდა, პირველად გრძნობიარე კანისთვის შექმნა ფორმულები და უკვე გატესტეს და ადგინეს დერმატოლოგებმა რომ ინტენსიური გამოყენების შემდეგ 70%-ით მცირდება კანზე მგრძნობელობა, რომელიც შეიძლება იყოს გამოწვეული სხვადასხვა მიზეზებით, სიცივით, ხის ტიწყლით და ასე შემდეგ. აუმჯობესებს და აქტიურებს კანის ბარიერულ ფუნქციას, ხსნის ანთებას და გაღიზიანებას, აუმჯობესებს კანის ფერს და აბწყინვალებს. და სხვა შორის ნაადრევი დაბერების წინააღმდეგაც დაგეხმარებათ და ეთანხმები დეკლარის ფილოსოფიას, რომ იქიდან იწყება ჩვენი სილამაზე, სადაც ჩვენი კანი თავს კარგად გრძნობს, ასე რომ მადლობა დეკლარს, რომ ჩვენთან ერთად არის. შეგახსენებთ, რომ ჩემი პოდკასტის წარმომდგენია სკანდინავიური საკობი დანამატების ბრენდი New Nordic, ბრენდი, რომელიც დღეს უკვე მსოფლიოს 3 კონტინენტზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია და გამოირჩევა უმაღლესი ხარისხის სტანდარტებით 100% ნატურალური საკობი დანამატებით. New Nordic ატარებს beauty in and out ფილოსოფიას, ჯანმრთელობასა და სილამაზეს ესრულმა იწყება ნამდვილად შიგნიდან. საქართველოში უკვე წარმოდგენილია ბრენდის ყველა მოთხოვნადი და ბესტსელერი პროდუქტი, მათ შორის Apple Cider წონის კლებისთვის, ზვუკარინი ტკბილზე მოთხოვნილების შესამცირებლად და hair volume თმის ძისა და მოცულობისთვის. New Nordic-ის პროდუქცია წარმოდგენილია GPC-ის აფთიაქებში მთელი საქართველოს მასშტაბით. მინდა გავიხსენო, როგორ დაიგეგმა ჩვენი შეხვედრა ამ პოდკასტში. შევედი ერთ-ერთ მაღაზიაში ავეჯისა და აქსესუარების. აქ შეიძლება ყოფილიყო ავეჯის მაღაზიის რეკლამა, მაგრამ ჯეჯერობით. და შემხვდა ანასტასია, რომელიც ასევე არჩევდა რაღაცა აქსესუარებს თუ ავეჯს და მოკეთ ნახეთ ერთმანეთი ძალიან გაგვეხარდა, მოვიკითხეთ და მე ისე მოხდა, რომ ისე ჩამოვსხედით იმ არსებულ დივანზე, მართლა ვახოთ. ერთ-ერთ დივანზე და ისე გავაბით საუბარი, რომ ვერც მივხვდით. შედიოდა ხალხი, გამოდიოდა, რაღაცა ეს კონსულტანტები დადიოდნენ, იქ რაღაცა გადაღება მიდიოდა გახსოვს. და ჩვენ ესე საუბრობდით და მე უცებ მივხვდი, რომ ჩვენ მე მგონი უნდა გადავინაცვლოთ სტუდიაში და ეს საუბარი გავაგრძელოთ თქო და აი მაშინ ასე დავგეგმეთ ჩვენი შეხვედრა. და მინდა რომ ზუსტად ისევე სპონტანურად წავიდეს ჩვენი საუბარი, რომელიც აი ესე წინა საახალწლოდ შედგა. და ახლა ხო იცი როგორი დღეა? ყველა არის გადარბენაზე. სახლში არის აი ერთი ამბავი, ვიღაცა ჭრის ნიგოს გოზინაყისთვის, ვიღაცა ამზადებს ოლივიეს ან საცივის. ხო, აი რა, საცივი და ოლივია. კიდე რა არის აუცილებლად შენთან საახალწლო სუფრაზე? გურული ღვეზელი.
რაღაცნაირად სახასლო სულ ანუ ჩემი რეალურად ოკეი ესე დავიწყოთ რომ მე რეალურად არ მაქვს არანაირი ქართული ტრადიცია სახში იქიდან გამომდინარე რომ მე არ გავიზარდე საქართველოში მაგიტო ნუ რაღაცნაირად არ მქონდა ეს შეხება მასთან მაგიტო ყველაფერი რაც აკეთებს ჩემი ბებიამთილი ანუ ჩემი ქმრის ბებია ეს მოიფიქრე ხო რაღაცნაირად ვფიქრობ რომ თუ დედამთილი და მამამთილი არსებობს ბებიამთილიც მე მგონი უნდა იყოს თან ჩემ ცხოვრებაში რეალურად ბებიამთილი ყველაზე აქტიური ისე ვთქვათ ოჯახის წევრი იმიტომ რომ მე სხვა არავინ არ მყავს საქართველოში ბებიამთილის გარდა იმიტომ რომ ჩემი ქმრის ოჯახი ცხოვრობს სხვა ქვეყანაში ჩემი ოჯახი საზღვარგარეთ არის მაგითო ჩვენ ასე ვართ ესე იგი ქმრის ბებიაში გაგიმართლა ნამდვილად მე საერთოდ ვფიქრობ რომ ოკეი ჩემი ქმარი რომ მე მომწონს ეგ გასაგები იმიტომ რომ ჩემი არჩევანი იყო მაგრამ ჩემი ქმრის ოჯახი რო ისე მომწონს ეს არის ღმერთის საჩუქარი მეც მაგას ვამბობ სულს ხო იმიტომ რომ ნუ ნებისმიერი ადამიანი შეიძლება რომ ნუ ადამიანები შეიძლება რომ ყოფილიყვნენ მაგრამ რაღაცა მე ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს კი რაღაც მომენტში დამემართა რომ დედამთილი არ ცხოვრობს ჩვენთან ერთად არა ეს კარგია თუ ცუდი არა ნუ ერთ მხრივ კარგია რა თქმა უნდა რომ კონტროლის ქვეშ არ ვარ ისე ვთქვათ მაგრამ ძალიან მიყვარს რეალურად ჩემი დედამთილი და ვფიქრობ რომ ძალიან სხვანაირი ცხოვრება უკეთესობისთვის სხვანაირი ცხოვრება მექნებოდა რომ ცხოვრობდა ჩვენთან სადმე ახლოს იმიტომ რომ ნუ წარმოიდგინე რომ მე არავინ არ მყავს ანუ არც დედა არც ნუ ოკეი мама ისე რა თქმა უნდა საერთოდ აღარ არის ცოცხალი მაგრამ ნუ ვისთან შეიძლება რომ მაგალითად ბავშვებს რო დავტოვო და ისე სადმე წავიდე მე მყავს ორი ძიძა სასწაული მე საერთოდ ვამბობ რომ ისინი მე ვკირავ ოჯახს ნუ ეგრე გამოდის ხო და როგორი ძიძები არიან ვაუ სხვათა შორის ყველაზე მხიარული ძიძები რაც საერთოდ მე მგონი მინახია საქართველოში. აი როგორი უნდა იყოს, აი მხიარული. ხო, სხვათა შორის ჩვენ მყავდა ერთი ძიძა, ბოდიში, ჩვენ მყავდა ერთი ძიძა, პირველი შვილი რო შევიძენე, შეგვეძინა. შევეძინე ეს ვიყიდე, ხო? არ ვიყიდე. მე ნამდვილად ვიმშობიარე. გვახსოვს. ხო. პირველი ძიძა ყავდა სასწაული. უბრალოდ მე ვიფიქრეთ, რომ ძალიან რთული იქნება ორ ბავშვთან ერთად, რადგან ძალიან დიდი სხვაობა ასაკში არის, ანუ 4 წლის სხვაობა არის და ჯერ არ არის ეგეთი დიდი ბავშვი, რომ ნუ რაღაც თავისით რაღაც დამოკიდებელი ხო, რომ რამეს გააკეთოს. მაგიტომ მეორე ძიძა გვინდოდა რომ ესე რომ შემოგვიერთეს ჩვენ ოჯახში და ერთი ძალიან სასიამოვნო კაბატონო ყავდა. უბრალოდ იყო ძალიან ცოტა სევდიანიც იყო, მაგრამ არაფერზე არ ცუცუნობდა არასდროს. უბრალოდ იყო ძალიან შვიდი, ძალიან ნუ როგორ გითხრათ, არაფერზე უარს არ ამბობდა, არაფერი, ანუ ყველაფერზე იყო თანახმა და ესე იყო და მე მივხვდი რომ შენ ხასიათს ვერ მოერგო. ხო, აი როგორ გითხრათ, რაღაცნაირად არ ვიყავი კარგი, მაგრამ მე ასე უგრძნობ ჩემ თავს, რომ ძიძა უნდა იყოს, რადგან საკმაოდ ბევრ დროს ატარებს ბავშვთან, უნდა იყოს ჩემნაირი. იმიტომ რომ, ანუ მე ვფიქრობ, რომ მე ვარ ეგეთი, რაღაცა სიმღერით ყველაფერი რო ვაკეთე, აი ჩემი პირველი ძიძა ზუსტად ეგეთია, ჩემი შვილი უამხიარული ქვია მაგას. აი ხო, სულ მღერი, სულ რაღაცა აკეთებს და მე ვუთხარი ამ მე უკვე ორი თვე მუშაობდა ჩვენთან და მე ვუთხარი ამ გოგოს რომ სამწუხაროდ აი ნუ მე ძალიან ვცუხვარ რეალურად რომ ძალიან მინდოდა რომ მე მეგონა რეალურად რომ ცოტა გაიხსნებოდა ანუ ოჯახში რომ უკვე რაღაცნაირად რომ უკვე დრო გავიდა და ჩვენთან არის და მე ვუთხარი რომ იცით რა თან მე ვთხოვე რომ შეიძლება უფრო მე ხშირად იმღეროთ ბავშვთან უფრო მე რაღაცა გააკეთე და ანუ
შეასრულა ეს. მისი ხასიათში ეგ არის ხო და მე მგონი დღემდე არ დამიჯერა რომ ზუსტად ეგ ხო მაგის გამო გავუშვი თან ანუ ზედმეტი ხელფასიც გადავხედე რა თქმა უნდა რომ მე ისე გავუშვი რომ არის ხო რაღაცა უკარგულობა ხო არ ვიცი და მე სააგენტოს ვუთხარი რომ კიდევ ერთხელ ვეძებ ძიძას და რაღაც რამოდენიმე კანდიდატი გამომიყვანა და მე ვუთხარი რომ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რომ ჩემი ძიძა იყოს მხიარული. ანუ შეიძლება რომ დააგვიანდეს, შეიძლება რომ რაღაცას ანუ საჭმელს არ მოამზადოს, მაგრამ იყოს მხიარული. აი ეგ ხო ჩემთვის ყველაზე ნომერ პირველი მოთხოვნა რაც ესე ვთქვათ, რაც მე ვუთხარი. და რამოდენიმე კანდიდატი გამომიგზავნეს და მე ვუთხარი რომ არც ერთ ფოტოზე არ აქვს ღიმილი, არც ერთი კანდიდატი. ანუ არ ჭირდება ეს სერიოზულობა. მე მინდა რომ ბავშვი იყოს ბედნიერი და იყოს რაღაცა კარგ ხასიათზე. და ზუსტად ეგეთი ძიძა ვიპოვე. კარგი და აი აღზრდის მეთოდებზე არ გაქვთ უთანხმოება, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ძიძებს რომლებიც არიან ხოლმე რაღაცა თქვათ აი 50 წლის ან ზემოთ აქვთ სულ სხვა ხედვები, ანუ თავისებური ხედვები აღზრდის მეთოდებთან დაკავშირებით. შენ ასწავლი რაღაცეებს თუ აი როგორ ხდება ეგ რომ შენაირი ადამიანი, როგორი წარმოდგენაც მე შენზე, რომელიც არის რაღაც აი საოცრად განვითარებაზე ორიენტირებული და მით უმეტეს მშობლობაშიც, აი გრძნობ მაგას, რომ გინდა რომ ძალიან სწორად და აი რაღაცა ეგეთი კარგი ღირებულებებით აღზარდა ბავშვები. არ კამათობთ მაგაზე, არ ასწავლი რაღაცა. როგორ არა? ანუ კამათობაზე არ ვლაპარაკობთ რა თქმა უნდა, უფრო ვთხოვ რაღაცებს და აქ არის მნიშვნელოვანი რომ გავაკეთოთ პრიორიტეტი. ანუ რა არის ჩემთვის მნიშვნელოვანი და რაზე კამათამდე შეიძლება რომ მივიდეთ ისე ვთქვათ რომ ეს მივიღოთ და რა არის რაც ოკეი ისე აკეთებს როგორც უნდა ისე გააკეთოს. შეიძლება რომ მე მთლად არ ვეთანხმებიან და ან მე სხვანაირად გავაკეთებოდი, მაგრამ ჩემთვის ეგ პრიორიტეტი არ არის მაგალითად. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი რომ ანუ ზოგადად ძალიან ბევრი მაქვს საკითხული ამ თემაზე რომ ყველაფერზე ვამბობთ ყოჭაღ. ანუ ყოჭაღ ხო რა? შეკება ოღონდ რა მხრივ მხოლოდ ვამბობთ ყოჭაღ და არა რატო? ანუ მაგალითად რომ ბავში რამე მოგიტანს და ვაიმე ყოჭაღ. ანუ რატო ყოჭაღ? ანუ შენი მეუღლე რომ ყოფილიყო, შენ ხო არ ვაიმე ყოჭაღ რომ მომიტანე. შენ ხო მადლობა. აი 40 შეიძლება რომ 70% რაც ბავში აკეთებს, შენ შეგიძლია თქვა მადლობა. ანუ სიტყვა ყოჭაღ უნდა ჩავანაცვლოთ სიტყვით მადლობა. მაგალითად, ხო, იმიტომ რომ ბავში რაღაცას აკეთებთ და ანუ არ ვამბობ რომ ჩვენ საერთოდ არ უნდა შევაკოთ ბავშვს, რა თქმა უნდა, უბრალოდ ისე ანუ ჩვენ ეგ გვაქვს ჩვევაში, ისე ვთქვათ, რომ ვეღარც უაზროდ ვამბობთ ეგ სიტყვას. ანუ რომ ბავში რამეს რომ მოიტანს, შენ რატო უნდა უთხრა რომ ყოჭაღ. ანუ არაფერი ეგეთი განსაკუთრებული არ გააკეთა. შენ ხარ მომხრა რომ რაღაცა დამსახურებული შეკება მიიღოს. კი. და რაღაცა მოქმედებისთვის, რასაც გააკეთებს, თქვათ, იმისთვის მიიღოს მადლობა. ზუსტად და მე ვფიქრობ, რომ იმიტომ მე რატო ეგ არის ან ცუდი და საშიში მთლად ესე არ ვეტყოდი, მაგრამ მე გამიზარდეს ყოჭაღად. მაგიტომ მე სულ მინდა რომ ვიღაცა რომ თქვეს რა კარგი გოგო ვარ და რაღაცა რა კარგად ვაკეთებს. ხო, შეიძლება რომ მე უკვე 4 წელი დავდივარ ფსიქოთერაპევტთან იმისათვის რომ აღარ იყოს ეგ ჩემთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტი და მე თვითონ რაღაცა რომ თუ ვფიქრობ რომ კარგი რამე გავაკეთო, ვიცოდე რომ შინაგან ანუ აღარ დაველოდო გარე შეკებას ისე თქვათ იცი ეს კარგი თემაა ჩვენს თაობას ძალიან ხშირად მესმის რომ დადიან და მიმართეს ფსიქოთერაპევტს ჩვენს თაობას ჭირდება მე მგონი თუ რატო ანუ ჩვენ გვეკლდა ბავშვობაში ეს რაღაცა საუბარი რაღაცა ვერ გვიგებდნენ თუ რატო ანუ შენი
თავი мотиваცია რა იყო, რატომაც ფსიქოთერაპია დაგჭირდა. საერთოდ თავიდან მე დავიწყე სიარული ფსიქოთერაპევთან, როცა მე დამემართა პოსტმშობიარობის დეპრესია, თან დამემართა საკმაოდ ბავშვის დიდ დასაკში, ანუ 7 თვის იყო ბავში, რაც ძალიან იშვიათია, ძირითადად პოსტმშობიარობის დეპრესია ხდება მეორე, მესამე თვეში, ხო? და ჩემი რადგან უკვე 2 ბავშვი მყავს, მე ორივეზე დამემართა დაახლოებით 6-7 თვის ასაკში. ანუ ბავშვის. აი რითი გამოიხატებოდა? მე პირველ ბავშვს ვიმშობიარე პანდემიის დროს. ვაკის პარკი იყო დაკეტილი, ყველაფერი იყო რეაბილიტაციაზე, ყველაფერი სხვა იყო დაკეტილი, რესტორანი, კაფე, მაღაზია, ყველაფერი და საერთოდ ერთ-ერთი რჩევა, რაც ამბობენ, რომ რა უნდა გააკეთოს ახალი ნამშობიარობი დედა, რომ უნდა გაიაროს სადმე სხვა ადგილას, მაღაზიაში შევიდეს, არა იმისთვის, რომ რამე იყიდოს, არამედ მოწყდეს რუტინას. არა, სხვა ტექსტურები რო კონდეს ხელში, რომ მიიღოს რაღაც, ანუ ეს რაღაც არ ვიცი, თანცაცმლის მაღაზიებში უფრო, მაგრამ სხვა რაღაცები რო კონდეს ხელში, სხვა რაღაცები რო დაინახოს, სხვა, ანუ გავიდეს თავის ბაბლიდან, ისე რეალურად ბავშვთან ცხოვრება პირველი რაღაცას 4 თვე, ერთი და ეგევე რამეა. პერიოდულად ყოველ დღე ერთი გადიხარ გქონია რომ სადღაც ემედ რა ქვია სხვა პლანეტიდან ჩამოვლი ზუსტად და მე დავდი ყოველ დღე ერთი და იგივე რამე რაც ვაკეთებდი დავდიოდი პარკში თან ყველა სხვა ადამიანი დადიოდა პარკში და ეს ერთად ყოველ დღე ერთი და იგივე რამეს რო ვაკეთებდი ერთ მშვენიერ დღეს ჩემ ძაღლი დავტოვე მანქანაში ბავშვი ჭკაპ-ჭკუპ გავაკეთე კარსეთში და დავტრიალი რაღაცა რა კარები რომ მივკეტო სულ რაღაცა შეიძლება რომ 15 წამი იყოს და იმ 15 წამში რო ვიყავი ამასთან არ ვიყავი და ვიყავი სხვაგან ვიფიქრე ანასტასია შენ ახლა ფულიც გაქვს ტელეფონიც გაქვს და შენ შეგიძლია ახლა წახვიდე და არასდროს არ დაბრუნდე ანუ შენ ბავშვებთან ისე ვთქვათ და წახვიდე და всё არასდროს არ დაბრუნდე საერთოდ ამ ცხოვრებას და მივხვდი რომ ეს არის ძალიან საშიში ფიქრი მიუხედავად იმისა რომ მე ძალიან მიყვარს რა თქმა უნდა ჩემი შვილი ჩემი ძაღლიც ანუ და ჩემი ოჯახიც სულ თითქმის ყოველ დღე ვამბობ რა როგორი მადლიერი ვარ რომ მე მყავს ეგ ოჯახი ფსიქოლოგიურად ანუ რაღაც ანუ კიმიური ბალანსი აწტენილი ხო და უკვე აღარ მქონდა საშუალება რა იმისათვის რომ ვიყო ბედნიერი ამ ყველაფრით და ვიყავი უბედური და მივხვდი რომ მართლა საშიში იმიტომ რომ ძალიან ხშირად იშვიათი ამბავი კი არ არის, მაგრამ ხდება რომ შეიძლება რომ ბავშვს რამე მოუვიდეს, აი იტალიაში იყო ეხლა ძალიან დიდი ამბავი რომ არ მახსოვს ზუსტად ბავშვის ასაკი, მაგრამ მე მგონი წლის იყო თუ რაღაცა და დედა დატოვა თავის შვილს მარტო სახში და წავიდა 2 დღით სადმე და მე მგონი ის ბავშვი რაღაცა მოხდა მე ნაცნობია ჩემთვისაც ეგ შეგრძნება იმიტომ რომ მეც მქონდა მე მივხვდი რითი იცი რომ დამემართა ადამიანების მიმართ სიძულვილი აი სხვა ადამიანებზე დამეწყო აგრესია აი ვიღაცები რომ მოდიოდნენ და ისედაც აი ჩემ გადაღლილდა რაღაცნაირ ისეთ რუტინაში რომ კიდე ვიღაცები შემოდიოდნენ და თქვათ აი მათთვისაც რომ მომღიმარი უნდა ყოფილიყავი აი ეს შეგრძნება ძალიან მაუბედურებდა და მაშინ ახლა მე ფსიქოთერაპისტვის არ მიმართავ და რაღაცნაირად ეს დავძლია მაგრამ ეხლა რო ვფიქრობ არ უნდა დარჩე შენ თავთან მარტო და დახმარება უნდა ითხოვო აუცილებლად, იმიტომ რომ ზოგიერთ ადამიანს მერე უგრძელდება და რაღაცა ძალიან ისეთ ფსიქიკურ პრობლემებში გადასდის. ეხლა გეტყვით, მე ჩემ მეორე შვილზე ზუსტად უარესი დამემართა. იმიტომ რომ ანუ ესე დავიწყე სიარული პირველ ბავშვის მოკლედ დროს, დავიწყე სიარული ფსიქოთერაპევტთან და დაახლოებით 4 სესიის შემდეგ უკვე აღარ მქონდა ეგ. და ვიყავი აი სულ სხვანაირი ცხოვრება დავიწყო. მაგრამ თითქმის ანუ პრობლემა დამთავრდა და რისთვის ვაგრძელებ, მაგრამ აღმოჩნდა რომ
ბევრი რამე არის, რაც ანუ ოდნავ რო დაიწყებ რაღაცა სიღრმეში შესვლა. ხო, სიღრმეში შესვლა ზუსტად იმ მომენტში ხდები, რომ აი იქ კიდე ძალიან ღრმა რაღაცები არის, რაც შეიძლება რომ ანუ უკეთესი მე ეხლა ვარ უკეთესი ადამიანი, ცოლი და დედა. ვიდრე ვიყავი თუნცა თუნდაც 4 წლის წინ. ეგრეა ისედაც მე მგონი დროთა განმავლობაში მარტო ფსიქოთერაპიის დამსახურება არ მგონია. ხო, მაგრამ ფსიქოთერაპია ძალიან ხო, მაგრამ შენ თავს ასწავლი კიდე რაღაცებს. აი, ეგ რო ვთქვი, რომ მე უკეთესი ადამიანი ვარ. ეს იმ ხრივ რომ მე ჩემ თავს უკეთეს რაღაცებს ვაკეთებ. იმიტომ რომ ადრე არასდროს ანუ თვით სიყვარული ძალიან რთული. ხო, ეგ ხო ასაქსმო აქ ანასტასია. რაღაცა მგონია რომ მაინც რაღაცებს გასცემ და მე ხვდები რომ შენც გინდა. შენი თავისთვის. იცი რა, ქართულად როგორ არის ჟერთვა? სხვერპლის სინდრომი მაქვს უდიდესი. მაგალითად, მე თუ ვარ მაღაზიაში და მაწონი მინდა ვიყიდო. და მაწონი რომ მინდა ვიყიდო და ვხედავ რომ რამოდენიმე მაწონის კილას არ აქვს თავსახური. მე ავიღებ ის რომელიც არ აქვს თავსახური. რომ სხვას დაუტო. რომ ხო, მე ხო არაფერი არა უშეს მე სახში რამეს მოვიფიქრებ და ის ვინც უფრო მოთხოვნადი არის მისთვის რომ არ იყოს პრობლემა რომ თავსახურის გარეშე არის. ანუ რა სისულელია ეს რო მე თავსახურიანს ვიღებ. ხო და ანუ მე მაგითო დავდივარ უკვე 4 წელი თერაპიაზე რომ აღარ გავაკეთო ეს, იმიტომ რომ რეალურად ეგ არ არის სწორი. იმიტომ რომ მე უნდა შევაპასო ჩემი თავი და უნდა მაგალითად ჩვენ ყავს ჩვენ ოჯახში ჩვენ გვეყოლა ერთი კალბატონი რომელიც ზუსტად ჩემნაირი არის აი ამ საკითხში. და ნუ მისი ნახევარი ხელფასი მიდის ხվել ადამიანს ეხმარება თავის ირგვლივ და მე ვეკითხები თქვენ თავისთვის რა გააკეთეთ ამ ბოლო დროს და რა ჩემ თავს ანუ სხვენია თავის თავზე რამე რო გააკეთოს ანუ თავის ანუ რამე იყიდოს და მე ვამბობ ანუ თქვენ არ იფიქროთ რომ თქვენ ყიდულობთ თქვენთვის თქვენ ყიდულობთ პატარა თეკლას ვინც არის თქვენ შიგნით ამ ბავშვს ხო უნდა რაღაცები ანუ მე ხო ანუ პატარა ანასტასიასაც უნდა რაღაცები მაგრამ მე აღარ მახსოვს რა როგორი ის შეგრძნება რაღაცა გინდა იმიტომ რომ სულ ვფიქრობ ჩემ ბავშვებზე რა უნდა ცხებს ხო ვფიქრობ რა უნდა ცხებს და არა რა უნდა ანასტასიას და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ მოусმინოთ ეს თუმცა ანუ ეს შეიძლება რომ იყოს ძალიან პატარა რაღაცა ანუ მე მინდა ეხლა მინდა პონჩიკი მინდა და ყველაფერი ვცდილობთ რომ გავაკეთოთ იმისათვის რომ არ გავაკეთოთ აი ეხლა დრო არ არის რა პონჩიკი რაღაცა და გავაკეთოთ ეს, გავაბედნიეროთ ეს პატარა ადამიანი თქვენ შიგნით, იმიტომ რომ ღირსი არის და ეგ არის რომ ჩვენ ვფიქრობთ რომ ღირსები არა ვართ ამ სიყვარულისთვის, რაც ჩვენ გვაქვს ყველასთვის, მაგრამ არა ჩვენთვის. გასაგებია. მინდა რომ დაუბრუნდეთ აი აღზრდაზე ვლაპარაკობდით ძიძებზე და ბებიებზე, ბაბუებზე და ასე შემდეგ. აი ეს მთავარი პრინციპები, რაღაცა ვთქვით, რომ გაქვს რაღაცა პრიორიტეტები აღზრდაში. მე მაგალითად მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ კამათიც არ მომსვლია ჩემს დედამთილ მამამთილთან და ასე ვთქვათ, ბებია-ბაბუებთან. ერთი საკითხია, რამდენიმე საკითხია, რომელზეც გვაქვს განსხვავებული აზრი, აი მაგალითად ტკბილეული. მაგალითად და რაღაც კიდევ რაღაცეები რა, აი რაც ძალიან ისეთია მნიშვნელოვანი. რა არის ეს საკითხები შენთვის რა? რაზეც აი შეუვალი ხარ, ხო. ტკბილეულიც ჩემთანაც მე საერთოდ მაგალითად სხვათა შორის ძალიან ისტორია მაქვს ამაზე. მაგალითად მე რომ დავიწყე ანუ საჭმლის გადამუშავება თუ რა? არა, არა. ბავში 6 თვემდე უნდა შეჭამოს მხოლოდ დედის რძე და 6 თვის შემდეგ უკვე შეიძლება რომ დაეწყოს საჭმლის მიღება, რაც არის საკვების მიღება. და სულ 3 რამე რაც არ შეიძლება ბავშვს. შაქარი, მარილი და
და თაფლი. იმიტომ რომ თაფლი მაგალითად თაფლზე ვეტყვი რომ შეიძლება რომ დაემართოს ბოტულიზმი და ეს იყოს ძალიან დიდი პრობლემა, მოკლედ ავადმყოფობა ისე ვთქვათ. და მარილზე მაგალითად რატო ვამბობთ, იმიტომ ჯერ თირკვლები არ არის მზად იმისათვის რომ მიიღოთ ამდენი რაღაც მარილიანი რაღაცები და მაგიტომ ვცდილობთ, ეს არის მსოფლიოს რა ქვია ჯანმრთელობის ორგანიზაციის გაიდლაინები, რომელიც ამბობს რომ ეს არ შეიძლება. და მე ძალიან მადლიერი ვარ რომ ჩემი ძიძები ძალიან ისე ვთქვათ დამიჯერეს რა თქმა უნდა და მე ვუთხარი რომ თუ შეიძლება თქვენ ახლა ხართ ჩემ ოჯახში თქვენ თუ გინდათ თქვენ ოჯახში ისე გააკეთეთ როგორც თქვენ გინდათ მაგრამ თუ შეიძლება არ აჭამოთ და არ მისცეთ და რამოდენიმე თვის წინ დედა ჩემი იყო სახში ჩამოვიდა თბილისში და მას მოუნდა რაღაცა მოამზადოს ჩვენთვის მე ვუთხარი რომ თუ შეიძლება მოამზადე მარილის გარშემო რომ ჩვენ მარილს სრულიად უმარილოთ ხო ნახე თან რა არის მნიშვნელოვანი ბავშვები რო იწყებენ მხარის საჭმლის ჭამამ რომ ჩვენ ვაჭმევთ ბავშვებს მე არასდროს არ ვაჭამებ ჩემ ბავშვებს ფაფები და ის რა ქვია მას დაბლენდერებული რაღაცები და თავიდან ჭამენ რაღაცა კიტრი ხელში ან ხორცი ან პური ან ყველი ან რაღაცა მოკლედ და ძალიან მნიშვნელოვანი რომ შეჭამონ ის რაც ჭამთ ოჯახში ანუ მაგალითად ჩვენ ჭამთ ფაფებს მაგიტო დილას ბავშვებს ვაჭმევთ ფაფებს წვნიანი გვაქვს ესე ვთქვათ შუადღის და წვნიანის რაღაცები სხვა საჭმელს არ ვამზადებთ მხოლოდ ბავშვისთვის იმიტომ რომ ბავშვი უნდა მიიჩვეოს ის საჭმელი რაც ჩვენ ოჯახში ვჭამთ რომელ მომენტში თქვენ აღარ აჭმევთ ბავშვს ის რასაც თქვენ ამზადებთ მხოლოდ ბავშვისთვის ანუ როდის ეს არის ზღვარი ისე ვთქვათ რომ ანუ ბავშვი ახლა ორგანული რაღაცები იყიდოთ ბავშვისთვის და თქვენ რატო არ იღებთ ორგანულ რაღაცებს ანუ თქვენ თუ არა მაგდენი საშუალებაც არ არის ძალიან ხშირად და არა სხვათა შორის ძალიან იშვიათი რომ სოფლის ქვერცხს ვაკეთებთ მხოლოდ ბავშვისთვის და თქვენ მე ვჭამ ორნაბიჯის ქვერცხს ანუ ის ანუ ხო არის ეგეთი კატეგორია და თან რატო? ანუ თქვენ ერთად უნდა შეჭამ თან, ოკეი. ხო და მე დედას ისტორია გააგრძელი. კი. და მე ვუთხარი რომ თუ შეიძლება უმარილო გააკეთე ყველაფერი. და რას ვამბობთ მარილიან რაღაცებზე, ანუ ჩვენ მე ანუ მაგალითად წვნიანს რო ვაკეთებ, მე ჩემ თებსზე ვაკეთებ. ან მაგალითად რაღაც ცოტა ავიღებ და მე შევურევ ანუ არაფერი არავინ არ თქვა, ვაი მე რა საშინელება და რაღაცა. ხო მე აი ჩემ უთქვამთ ბებია ბაბუებს, რომ აი სრულიად უმარილოს, საერთოდ გემო არ აქვს და ცოდოა ეს ბავშვი. მიმიღე, ზუსტად ეგ მითხრა დედა ჩემი და მე ვუთხარი რომ ოკეი, ნუ ეხლა ხო თავისი ანუ ეგ ჩვენთვის უკვე აღარ არის გემო, იმიტომ რომ ჩვენ მიჩვეულები ვართ მარილიანი რაღაცეები და ანუ ყველა ბოსნეული რაც წვნიანში მაგალითად გააქვს, ანუ რატო არ აქვს გემო, ანუ ქადამი არ აქვს გემო, არც თან არანაირი აგრძალვა არ არის სუნელები მაგალითად რო დაამატოთ ლავრის დაფნა ხო დაფნა მადლობა და მე ვთხოვე და მითხრა რომ ოკეი არ გავაკეთებო და მე არც კითხე, ანუ ისე მიჭვეული ვარ რომ ყველაფერი სახში ისე არის უმარილო და ბავშვს ვაჭამე ის რაღაცები საღამოს და მეც ბოლოში მეც გავსინჯე და იყო აი მე სასტიკად მარილიანი ხო და მე ვუთხარი დედა მე ხო გთხოვე რომ უმარილო რო იყოს მე მხოლოდ იმაში ბრინში და დავამატეო და მე ვუთხარი, ანუ ხო გთხოვე, ანუ ეს ჩემი თხოვნა ხო იყო და შენ ხო მითხარი რომ არაო და რატო და მხოლოდ ის შენ გააკეთე მარილი არაო და ბრინჩი რო გააკეთე, ნუ ბრინჩი ეგ არ ითვლებაო
და მე საწყალი ბავში იმდენი წყალი დალია რომ პირველად ბოდიში მაგრამ ჩაებსა ის რაღაც ანუ პამპერსიდან გამოვიდა იმდენი წყალი და იმიტომ რომ მიჭვეული რო არ არის ანუ წუდად იყო და დღემდე მეუბნება რომ აღარ გაგიქეთებ საჭმელსო და ან მე გავაკეთებ როგორც მე მინდა მე ვუთხარი რომ ოკეი შენ თუ გინდა ისე გაკეთო ჩემს სახში აღარ გააკეთო თუ შეიძლება და ეს არის ძალიან რთული ამ ზღვრის ისე ვთქვათ დაცვა არის ძალიან რთული ეს არის დედა ჩემი რომელიც ძალიან მიყვარს მაგრამ ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი არის ის როგორც იზრდება ჩემი ბავშვი აი განებივრებაზე რას ფიქრობ რო ანებივრებენ და აი ყველაფერს უფლებას რო აძლევენ და სულ აი მინდოდა მეკითხა რომ როგორ ფიქრობ კახა როგორი ბაბუა იქნებოდა ვაიმე მაგრამ სხვადასხვის მე მგონი არ იქნებოდა კარგი ბაბუა ისე რომ მე რომ მომეწონებოდა იმიტომ რომ მე მგონი რომ კახა ашკარად დათბებოდა ბავშვების მიმართ ხო ნამდვილად მაგრამ ხო მე სამწუხაროდ საბედნიეროდ არ ვიცი მე ყველაფერს არ ვაძლევ ჩემ ბავშვებს და მაქვს ეგეთი ერთი ყრიკი სხვადასხვის რომ შედიხართ ბავშვთან მაღაზიაში მაგალითად ჩვენ ვიყავით მე და ჩემ ბავშვი ვიყავი ზუსტად იმ მაღაზიაში ხო რომელიც არის სხვადასხვა ადგილებში თბილისში და იქ იყიდება სხვადასხვა მაგალითად საღასლო დეკორაციები და ჩემ ბავშვმა თქვა რომ აუ ეს მიყიდე და მე ვთქვი კარგით მე ფოტოს გადავიღებ და სანტა კლაუსისთვის ანუ გავუგზავნი და ის გააკეთებს თავის არჩევანს და ნუ ახლა ახალი წელი მოდის და მაგითო ეს ამბობდა სხვა დროს ვამბობ რომ შენ დაბადების დღისთვის მე გავაკეთოთ სია და მე სწავს ახლა აღარ მთხოვს რომ ვიყიდო და მთხოვს აუ დედა ეს გადაუღე თუ შეიძლება იმ სიისთვის ეს და მე რა თქმა უნდა არასდროს აღარ ახსოვს ის რომ ახალი წელი მოდის ან მისი დაბადების დღე არის მაგრამ ну უფრო რაღაცა კი ვიღაცა შეიძლება შენ მოატყუებ მაგრამ ну შეიძლება რომ რაღაცა ნამდვილად მოეწონება და ნამდვილად მე გამახსენდება და ვიყიდი მაგალითად ჩვენ აეროპორტში ვიყავი და იქ იყო ძალიან ბევრი სათამაშო და რომელიღაც აი მე ვუთხარი რომ შენ შეგიძლია ერჩო ერთი რომელი შენ გინდა რომ მე გადავიღო და ერთ-ერთი და მე ჩვენ ნამდვილად ვიყიდეთ ეგ. იცი რა მინდა კითხო, როლები ოჯახში. აი რამდენად იყო შენთვის სიახლე, თქვა ქართულ ოჯახებთან რო დაიწყე უკვე შეხება და ჩამოხვედი. ნუ ჩვენთან ყოველ შემთხვევაში ეგრეა, რომ რაღაცა როლი აქვს. ქალს აღზრდაში მით უმეტეს ბავშვებს უნდა გაუკეთოს ეს და მამა ძალიან ხშირ შემთხვევაში არის უფრო რაღაც პასიურ როლში, იმიტომ რომ მამას რაღაცა სხვა მოვალეობები აკისრია. როგორ არის თქვენთან? ანუ რამდენად შენ მოგიწია შეგუება, ვთქვათ, ქართულ ქმართან, მოდი ესე ვთქვათ, და აი როგორ ნაწილდება თქვენთან ეს? მე ძალიან დამევარდა, რომ გამემართლა, რომ ჩემი მეუღლე არის ევროპული, ესე ვთქვათ, მიმართულებით უფრო და ნაკლებად არის ეგეთი ქართველი კაცი, ესე ვთქვათ. და ჩემი მეუღლე არის ჩემი პარტნიორი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენ ოჯახში, ანუ რაზე ვამბობ მაგალითად. არის დღეები, როცა ჩვენ ძიძა არ ყავს საღამოს და ჩვენ ვართ ორნი და ორი ბავშვი ყავს და ერთი ბავშვი, ანუ მამასთან, მეორე ბავშვი, მეორე ანუ დედასთან. და მე თავიდან რა თქმა უნდა რეალურად ჩვენი ქმრები მეც შეუძლია გააკეთონ, ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ. და ვიდრე ჩვენ ვაძლევთ საშუალებას, მე მგონი. ნამდვილად და ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ ნახეთ, ერთხელ ჩვენ მქონდა ერთი საუბარი ამაზე რაღაცა. მე მქონდა ძალიან ბევრი რამე მქონდა ხელში და ჩემი მეუღლე რაღაც იკითხულობდა და მე ძალიან უცბად რაღაცა გავიგე რომ ვაიმე როგორ არ დამეხმარა და რომელ მომენტში მე უნდა რომ ვთხოვო, ანუ მე ხო უნდა ვუთხრა ეგ რომ თუ შეიძლება დამეხმარე და მე რომ სულ თავისით, ანუ მე რომ თვითონ ვაკეთებ ყველაფერს
როდის უნდა გაიგოს, რომ მე უნდა დამეხმაროს და რეალურად ჩვენ თავს უნდა ესე ვთქვათ გავბრაზდეთ ჩვენ თავზე და არა დამიჭერია მაგას ჩემი თავი. და არა ქმრებზე, იმიტომ რომ ოკეი, როგორ შეიძლება რომ წაიკითხოს შენ რაზე ფიქრობ, როცა არ ეუბნები მას. კი, რაღაც მომენტში შენ უნდა გახდე მენეჯერი, ოჯახის მენეჯერი, შენ რო ეუბნები. ქალი უნდა იყოს მენეჯერი ოჯახში. არა, რომელზე ვამბობ, ქალი შეიძლება რაღაც მომენტში გახდეს მენეჯერი იმისათვის, რომ ასწავლოს თავის დახმარე ქმარს, თქვათ, რა უნდა გააკეთოს. მაგრამ რაღაც მომენტში ხო უკვე ისწავლა. თავიდან რა თქმა უნდა მე ვეუბნებოდი ჩემ ქმარს რა უნდა გააკეთოს, როგორ უნდა დააძინოს, რა უნდა გააკეთოს. ჯერ ის ვიტამინი უნდა მიიღოს, მერე კბილები უნდა გაიყეხოს, მერე რაღაცას ციგნით წაიკითხოს, პროცედურა, ხო. მერე უკვე თვითონ იცის და მე აღარ ვაკონტროლებ და აღარ ის რა ქვია მას, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენ რომ ხო, მაგრამ ქართველი კაცები ხშირად არ არიან სახში? არ არიან მზად მაგისთვის და საერთოდ ფიქრობენ, რომ ეს მათ არ უნდა გააკეთონ. აი, ხვდები რას ვამბობ? კი, რა თქმა უნდა. მაშინ მე ბავშვი როგორ დავაძინო, ბავშვს როგორ ვაჭამო, მე წავიყვან გავასეირნებ და რამეს ვუყიდი. აი, თითქოს რაღაცა ესეთი მენტალიტეტი არის კიდე დღემდე ჩვენთან. რაც ალბათ იცვლება, მაგრამ მაინც. ხო, ძალიან მეც გეთანხმები რომ იცვლება, მე ვხედავ ამ მამებს, ესე ვთქვათ, საბავშვო მოედანზე. უბრალოდ უნდა ვკითხოთ მაშინ. რატო შენ რატო არ შეგიძლია რომ აჭამო ბავშვს? ერთი TikToker-ის ვიდეო ამომიგდა, რომ სულ მეკითხებიან, რომ აი კიდევ როდის გააჩენ ბავშვს და აი მეორეს არ აპირებ და ეს ხო ძალიან გავრცელებული შეკითხვებია და მესამეს არ აპირებ და ასე შემდეგ და თქვა რომ იცითო რა, აი სიამოვნებით ვიქნებოდიო მესამე შვილის მამაო. ხო. ხო, იმიტომ რომ დედაზე მეტი წნეხი არის და მამა ასე ვთქვათ, უფრო რაღაცნაირად გაყენებული პოზიციიდან არის. ხო, აღზრდაში და მოვლაში, უფრო მოვლაში. ხო, მე შემიძლია პირდაპირ მნიშვნელობით შემიძლია მეთქვა, რომ მგონი რომ დედის სამსახური არის ყველაზე რთული საქმე, რაც ცხოვრებაში გამიგდებია. აი უკაცრავად. აი მოიცეს ჩამოვარდა, ხო? ხო, მე მართლა შემიძლია მეთქვა, რომ ამაზე უფრო რთული არაფერი არ არსებობს, იმიტომ რომ ყველაფერზე ნერვიულობ, საერთოდ მგონი რომ ყველაზე დიდი ცვლილება ხდება, როცა ქალი ხდება დედა. იმიტომ რომ აღარ ხარ ის თავისუფალი ადამიანი, რაც იყავი მანამდე. რაც სამწუხაროდ საბედნიეროდ მე ეგ არ ვიცი, უბრალოდ ეგ რეალობა და მგონი რომ ძალიან, იშვიათად ხალხი საუბრობს ამაზე. მე შეიძლება რომ მცოდნო და შეიძლება რომ ცოტა მე დროს დავტმობდი ჩემთვის. მიუხედავად ისე რომ ძალიან პატარა ასაკში არ გახდი დედა. ხო, 30 წლის ვიყავი, რომ ვიმშობია. უბრალოდ მე როგორც გითხარი, მე რადგან თვით სიყვარული ჯერ არ ვიცოდი. დღემდე შეიძლება ძალიან მიჭირს ამ თემაში, მაგრამ მე ჩემი თავი ვერ ვიპოვე და ჩემი ამაზე ვამბობ, რომ ხო, ნამდვილად არ ვიცოდი, საერთოდ ეს ჩემი პირველი შვილი იყო მესამე ბავშვი, ვინც მყავდა ხელში, აი პატარა ბაია, რასაც ქვია, მყავდა ხელში. მანამდე ორი ბავშვი მყავდა ხელში, სულ რაღაცა 5 წუთი. ერთი 15 წლის წინ და მეორე, რამოდენიმე წლის წინ, სანამ ვიმშობიარე. და აი არაფერი არ ვიცოდი ბავშვების მიმართ, საერთოდ როგორი რთულია, მეძუძური ქვება, ის როგორ რა უნდა გავაკეთოთ პამპერსი როგორ არაფერი. ხო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველგან აკეთებ აქცენტს და ის ხარ, ესეთი აგიტატორი ხარ ძალიან ბუნებრივი მშობიარობის და ძუძუთიკვების და ასე შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ თქვათ, შეგეძლო რომ რაღაცები გაგემარტივებინა შენ თავისთვის. იცი რა, მე
აქ ძალიან დიდი საკითხი გვაქვს, იმიტომ რომ კი, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მე გავაკეთო საუკეთესო ჩემი ბავშვისთვის და ჩემი ბავშვისთვის რა არის საუკეთესო? ანუ ბუნებრივი მშობიარობა არის უფრო კარგი ვიდრე საკის. ანუ არავინ ანუ მე არავის არ მინდა დავაბულინგო ესე ვთქვათ, რომ არ გააკეთოთ. უბრალოდ ყველას არჩევანი. ხო, ყველას არჩევანი თავისია. უნდა ხო, ნამდვილად. მაგრამ ნახეთ როგორ არის ძალიან მინდოდა რომ გავაკეთო საუკეთესო და მაგითო მე თვითონ ვიმშობიარე პირველად მეორად ანესთეზიაში ვიცი შენც ხო ესე გააკეთე და სხვათა შორის ზუსტად იმ ავეჯის მაღაზია შენ მითხარი რომ მე მინდოდაო რომ ვიგრძნო ჩემი ქალების ძალა ანუ რაღაცა ეგრეთ ხო მე მქონდა აი შენ ხო ამბობ რომ აი ბავშვისთვის საუკეთესო და რა თქმა უნდა მოტივი პირველი ეს იყო რომ მეორივე შემთხვევაში ჩემიც გადავწყვიტე რომ ბუნებრივად მომხდარიყო ეს ყველაფერი და მე საკუთარ თავსაც გავუკეთე ეს, ასე მგონია, იმიტომ რომ მქონდა რაღაცა სუპერ გმირობის შეგრძნება. რომ აი ეს სუპერ ძალა, რაც მარტო ქალებს აქვთ ამ სამყაროში და კაცებს ვერასოდეს ვერ ექნება და ამას ვერ გამოცდიან. და ძალიან მწუხვარ. აი ეგ შეგრძნება, მაგ შეგრძნებამ გამაძლიერა, გამაბედნიერა და ის გადამატანინა, რაც აი მართლა აი გაუგონარი ტკივილი, აი ხო გაქვს გამოცდილი შენც და იცი მით უმეტეს როცა ვთქვათ გაუტკივარებას არ იკეთებ, რასთან გაქვს საქმე, აი ამისი ახსნაც ძალიან ძნელი არის, რა ვისაც არ აქვს გამოცდილი, ამას ვერ გაიგებს. ხო და აი ეს მომენტი, რომ შენ ეს შეძელი და შენ ეს სასწაული მოახდინე, რასაც ქვია სიცოცხლის მოვლენა ამ ქვეყნად, მაგან ძალიან და გამაბედნიერა ძალიან დამეხმარა ეგ სამომავლოდ მე თვითონ მეორე ბავშვზე მით უმეტეს აი მის მიღებაში და აი გაადვილება მე ყველაფრის რაც თავიდან ძალიან ჭირს პირველზე რა კი მე აი როგორ გითხრა რომ მე ოკეი, დავაბრუნებ ამ საკითხს სულ ორ წუთში, იმიტომ რომ, ნუ, ოკეი, მე ბუნებრივი მშობიარობა, მე რა თქმა უნდა ძუძუთ იქვება და რომ ეს არის კარგი რამე ბავშვისთვის, ანუ ყველაფერი რაც შეიძლება რომ უჭირდეს ბავშვს, ძუძუდი მოშორდება, ანუ გინდა რამე ჯანმრთელობის პრობლემები, გინდა რამე თუ აცუხებს, გინდა შეეშინდა, აი ნებისმიერი რამე არის ჯადოსნური ჯოხი, ისე ვთქვია, რომ ოღონდ ორი არის და არის მრგვალი, რაც ყველა პრობლემს მოაშორებს. მაგრამ რადგან მე ვკითხულობდა ეს ყველაფერი და ჩემ ბავშვი ირგვლივ იყო მხოლოდ რომ მატყუარა არ შეიძლება ბავშვს იმით რომ მე ანუ მატყუარა მაგითო ქვია რომ ანუ მატყუარა ძუძუ არის და შენ ძუძუს თუ არ წო ანუ ბავშვი თუ არ წოს ძუძუს ნაკლები რძე გექნება რომ რეალურად რძეს პროდუქცია ხდება როცა ვიღაცა წოვს და ამოდის ხო და მატყუარა შეიძლება ბოთლიდან არ შეიძლება იგივე პრინციპი ბოთლიდან არ შეიძლება და ასე შემდეგ და მაგიდან გამომივიდა რომ მე ვიყავი ძალიან ჩაკეტილი ორივე ისე ვთქვათ პოსტმშობიარობის დროს და ძალიან გამიჭირდა და ეს პირველი წელი იყო ყველაზე რთული წელი ნუ ყველაზე რთული დრო ჩემ ცხოვრებაში ძუძუსიყვების გამო დიახ იმიტომ რომ ეს არის თავისუფლების მოპირდაპირე მხარეს ანუ ნიჭაჭულობა სრული ნამდვილად იმიტომ რომ სულ აი ხოველ 4 საათს უნდა აჭამა ბავშვს მაგალითად და ხოველ 4 საათს ანუ რა შეგიძლია ანუ სახლიდან რო გახვიდე და უკვე 1 საათი გზაში და მე რაღაცას გააკეთებ და უკან რომ და დარბი ხარ, სულ ხარ, მე უკვე უნდა დავაბრუნო და ეს იყო ძალიან ცუდი ჩემთვის და რეალურად მე ძალიან მინდა ბევრი შვილი რომ მყავდეს და გიждდები ორსულზე. ეხლა ყველაზე მეტად აი მინდა რომ ვიმშობიარო კიდე აი როგორ გითხრათ რომ გიждდები ორსულობაზე და მშობიარობაზეც კი იმით რომ არის აი როგორი ჯადოსნური რამე რომ ეხლა ვართ ორნი და
რამოდენიმე საათი და უკვე 3. ხო, მაგრამ მეტი ბავშვი, მეტი დარდი. მაგრამ ოკეი. არ გონია. ერთი შვილი თუ უკვე ყავს, უკვე ცხოვრება არის შენი აღარ არის. ხო და მაგითო უკვე შეგიძლია თუ გაქვს საშუალება, რატო არ უნდა ყავდეს მეტი, მაგრამ ზუსტად იმითომ რომ ეს წელი იმდენად რთული იყოს ჩემთვის, აი არ ვიცი მესამე ბავშვი მეყოლება, ან და მეთიც მეყოლება თუ არა. რომ არ მქონდა ეს რაღაცა, მე თვითონ აი დაძაბული ვიყავი, რომ ბოთლიდან რომ არ ვაჭამო არაფერი ჩემ ბავშვს. და აი ეხლა ხო twinit ხო მესმის რომ ოკეი, არაფერი არ მოვა ჩემ შვილს თუ ესე აი სუდად ხვდები და არ შემიძლია. აი როგორ შეხარ? ვერ გადალახე ერთ ერთხელ? არ წარმოედგინე რომ არა. საერთოდ ბოთლით არ წერდა. არა, ჩემი რძეც მაგალითად მე ბევრი რძე მქონდა პირველ ბავშვზე, პირველ თვეს იმდენი რძე გამოცოვე რომ 14 ლიტრი ვაჩუკე ვიღაც პატარა 7 თვის დაიბადა და სჭირდებოდა მოკლედ ბუნებრივი რძე და 14 ლიტრი რა ძროხა ვარ თუ რა ვარ, წარმოედგინე. კარგი, მოდი ცოტა გადავინაცვლოთ, უკვე რომ წამოიზრდებიან ეს ჩვენი შვილები, რადგან მაინც აი შვილების ირგვლივ ტრიალებთ. და თან საგანმანათლებლო სფეროში ძალიან აქტიურად ხარ ჩართული. ფლობ უნივერსიტეტებს და კარგად იცი რა გინდა მომავალში განათლების კუთხით, უნარების კუთხით შენი შვილებისთვის, ხო? აი, საბავშვო ბაღის შერჩევის დრო დადის უკვე ბაღში? კი, რა თქმა უნდა. 2 წელი დადის უკვე ბაღში. სხვადასხვა ძალიან მართლა ესე პატარაობიდან, რამდენი წლიდან შედის? 5 წელი. არა, 3 წლის იყო და მე 4 წლის გახდა ბაღში. საერთოდ სხვადასხვა რა გამოწვევები იყო აი საბავშვო ბაღებში? იქაც ხო არის რაღაცები, რაც ყველაფერი ისე ვერ არის როგორც ჩვენ გვინდა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის პერსონალი. ანუ როგორი ხალხი მუშაობს იქ. როგორი აი თუნდაც იქ დაცვა რომელიც ზის შესასვლელთან გამარჯობათ როგორ ხართ მხიარული ხალხი ჩემთვის როგორც გითხარით ეს თავიდან რომ ეს მხიარულობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია იგივენაირს ვთხოვ მე გარემო სადაც უნდა გაიზარდოს ჩემი ჩვენ ქვეყანაში ცოტა ნამდვილად ძალიან გვიჭირს ეგ და სხვადასხვა აი დავდივართ ერთ-ერთ კაფეში სულ და იქ აი სასწაული გოგოები არიან მე ყოველ წელს ჩუქნი მაგალითად ახალ წელს ჩუქნი საჩუქრებს იმიტომ რომ შეიძლება ჩემ მეგობრებს არ ვაჭუქებ იმიტომ რომ და ის იმდენად მე მომწონს იქ სიარული რომ მადლიერი ვარ და მინდა რაღაცნაირად გავახარო და ვკითხულობ მე რევიუებს აი ზუსტად ეგ ფილიალის რევიუს და მე როგორი უჟმური ხალხი მუშაობს იქო და როგორი არის სასიონო პიროვნებები არიანო და ჩვენ თუ შემოვდივარ სადმე ღიმილით ზუსტად იგივე ღიმილით არიან ეს ხალხი ჩვენსკენ ჩვენ თუ შემოვდივარ და ვარ უკაცრავად ერთი ყავა რა და მე რომ რას ველოდებდით ამ ხალხისგან ეს ხალხი ხო ეს ხალხი არის ჩვენი სარკე რეალურად ჩვენ როგორები ვართ იგივე ნაირები იქნებიან ჩვენს მიმართ და ჩემთვის ბაღში იყო მნიშვნელოვანი როგორი პერსონალი და ჩვენ შარშანას და წელს ჩვენ ყავს არაჩვეულებრივი მასწავლებლები, ყურადღებიანი, რომლებიც ცდილობენ რომ ძალიან გაიგოთ რა უნდა მშობლებს. გასაგები რომ შეიძლება რომელი ერთი მშობელი იყოს ძალიან რაღაცა არაადეკვატური და სთხოვს ბევრი რამ, მაგრამ რაღაც ადეკვატურობის ფარგლებში რო ვიყოთ, მე რო ვამბობ რომ თუ შეიძლება მაგალითად საერთოდ მე ვამბობ რომ ჩვენ როგორც მშობლები მე რამეზე უნდა ვთქვათ კის მაგალითად ბავშვებთან მაგალითად ჩემ შვილს ძალიან მოსწონს ეხლა თერმო თეთრეულები თერმო თანსაცმელი ხო ხო ხდებით და
უკვე ორი კვირა, ორი არა, უკვე ერთი თვე მთხოვს, რომ თუ შეიძლება მხოლოდ ამ თეთრეულებთან რომ ვიარო ბაღში. თავიდან მე ვთხარი რომ არ შეიძლება, ну თან ჩვენ რამოდენიმე გვაქვს. მე ვთხარი რომ არ შეიძლება ესე რა იტყვის ყალხი. ვაიმე, მე ვიფიქრე რა მნიშვნელობა ჩემთვის, ანუ თუ ჩემ ბავშვს, ანუ ეს საშიში არის მისთვის, არ არის საშიში. რამე საფუჭებს იმისთვის რომ იაროს. არაფერს არ აპუჭებს და უკვე ერთი თვე დადის ბალერონივით შავით რაღაც ანუ ელასტიკი და ის და არის ბედნიერი და არის ზებედნიერი და მე ვუთხარი ანუ თუ ესე მოსწონს მასწავლებელს ვუთხარი თუ ესე მოსწონს თუ შეიძლება ესე რო ეროს მე არანაირი პრობლემა არ მაქვს და რა თქმა უნდა ისინი ეხმარებენ და ჩემ შვილს ძალიან ისე მოსწონს იქ სიარული, რომ აღარ უნდა წასვლა სახლში. ეგ არის რეალურად ყველაზე დიდი პრობლემა, რომ აი უნდა დარჩეს იქ და კი, უნდა მოწონდეს. ხო, ხიარულობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ყურადღებიანიც, რა თქმა უნდა და ნუ ტელეფონში ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი დამოუკიდებლობა მგონი ტელეფონებზე. ყველა ანუ ყველას მე პირადად ხო მეც სამწუხაროდ გვაქვს მაქვს ეგ და მიყენია სხვათა შორის ტაიმერები მიყენია რომ არ ვიხმაროთ მაგალითად 11 საათის შემდეგ არ ვიყმარო სოციქსელები საათებიც ანუ საათნახევარზე მეტი არ ვიყო სოციქსელებშიც და ანუ მოკლედ არის ეგეთი ბავშვთან როგორ აქვს ეგ შეზღუდვა სამწლამდე საერთოდ არაფერი არ უყურებია ჩემ ბავშვს ну უფროს ჯერ ვლაპარაკობთ იმიტომ რომ მეც ავიკითხე რომ ძალიან ცუდი არის მხედველობისთვის ერთადერთი რამე რისთვის შეიძლება რომ ტელეფონის გამოყენება ბავშვისთვის არის ვიდეო ზარისთვის, იმიტომ რომ ეს, ну, რადგან კონტაქტი კონდეს ოჯახისთან. დიახ, ეგ არის ერთადერთი რამე, რისთვის შეიძლება რომ იყოს და მე რომ მოთხოვნილება ეზრდებათ ნელ-ნელა ასაკთან ერთად. ჩვენ ეხლა გვაქვს, ჩვენ დავარქვით მას ლიმიტი. და სანი მთხოვს, ანუ ლიმიტი შეიძლება და იმიტომ რომ ყველაფერს აქვს თავისი ლიმიტი. არის ჩვენ გვაქვს ნახევარი საათი. ნუ ეხლა ადრე იყო 20 წუთი დილას, 20 წუთი საღამოს. ეხლა შეიძლება რომ იყოს 20 წუთი დილას, ნახევარი საათი საღამოს. და ჩვენ სხვათა შორის ტაიმერებზე ძალიან ხშირად ჩვენ ვიყენებთ ტაიმერს საერთოდ ზოგადად ცხოვრებაში სანისთან მიმართ. მაგალითად ჩვენ თუ ვართ საბავშვო მოედანზე და გვინდა წასვლა. ჯერ ერთი რომ ჩვენ უნდა მივმართოთ ბავშვს როგორც ადამიანს. და არა რომ ჩვენ მივდივართ. ანუ მეუღლეს ხო ესე არ ვუთხრათ, შენ მივდივართ. ხო არ წავიდეთ ეხლა. კი, ან არა, მაგალითად, თუ მეუბნება, არა, კიდე ხანდახან ძალიან დამღლელი არ არის ეგ ყველაფერი. ხო, მაგრამ იცი რა, ეს არის თავიდან დამღლელი, მაგრამ ეხლა უკვე აღარ მაქვს ეს, აღარ არის ეს კამათი არ გვაქვს და მე ვეკითხები. არჩევანს ვაძლევ. მაგალითად, ჩვენ დავრჩებით კიდე 2 წუთი თუ 4 წუთი. და მეუბნება 4. მე ვარ, ოკეი. და 4 წუთი და მაგალი მაღვიძარა. და მე ვარ, ოკეი. ანუ მე კი არ გეუბნება, მაღვიძარა, რომელიც თქვენ მითხარი, რომ შენ გინდა 4 წუთი დარჩება, მე ვამბობ, შენ გეუბნება, რომ 4 წუთი გავიდა. კიდე 1 წუთი. ოკეი, სულ ვაძლებ კიდე 1 წუთს სხვათა შორის, რაც შეიძლება რომ, ну, თქვენ უნდა თქვენ ბავშვთან მივყედოთ, როგორი არის, იმიტომ რომ ერთი ბავშვი შეიძლება რომ იყოს მისთვის საკმარის და მეორე ბავშვი შეიძლება რომ ატეხოს, რომ კიდე 1 და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ის ზღრები, როგორც დედასთან უნდა დავიცვათ და ეხლა აღარ მაქვს ეგ პრობლემა. მაგალითად, იმიტომ რომ რამდენი დედა მინახია, ოკეი, მე წავედი. ოკეი, მივდივართ. და იქ უკვე ნახევარი საათი, უკვე 100 ჯერ უთხრა და ბავშვი იცის, რომ მისი სიტყვა არაფერს არ ნიშნავს. იმიტომ რომ არც წასულა, ის ისევ აქ არის და რამდენიც უნდა ითამაშებს ეს ბავშვი. იმიტომ რომ იცის, რომ დედა არ წავა და არ დატო. ხო, ანუ ეს არის ძალიან ცუდი, მაგრამ ანუ ბავშვი უნდა იცოდეს, რომ ჩემი სიტყვა ნიშნავს ეს.
მაგრამ მაგითო მე ვამბობ, რა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი რომ ეს ზღვარი იყოს მხარე, მაგრამ მე რაღაცაზე შეიძლება რომ თქვას კის, მაგალითად ჩემ შვილს უნდა რამე სათამაშოსთან დაძინება. Why not? რატომ უნდა უთხრა? არ შეიძლება. Okay, იყოს და იყო ჩემ შვილს უნდა და ცოტა აქვს რაღაცა, რომ ხელში უნდა ეჭიროს რაღაცა. ჩემ შვილს, პატარა რო იყო, კიდე უფრო მქონდა ეს და აიღო ნუბუკის, ფეხსაცმლის წმენდი, თითქმის როგორც რაბერი, ხო, რაღაცა საშლელი. ხო, რაღაცა საშლელი, საშლელის ფორმა და შეიძლება და ჩემ ძიძა ესე მიყურებსა და შეიძლება და ოკეი, მე თუ ხელებს თუ დაებანს საჭმლის წინ რატომ არ შეიძლება? იცი რაზე მინდა კითხო? აი ჩვენ მეც მაქვს ეგ როგორც მშობელს, ჩემ მშობლებსაც ჰქონდათ დედას უფრო, რომ აი რაღაცა ბევრი რაღაცაზე ვატარო, ისიც გამოსცადოს, ესეც გამოსცადოს, აი ბევრი რამე შეიმეცნოს, ისწავლოს და თან რაღაცა დრო აღარ დარჩეს სისულელეებისთვის. ხო, გაგიგია რომ ეს რა თქმა უნდა. მიდგომა არსებობს, რაღაცა ასაკში ეს ძალიან დიდი კომფორტია მშობლისთვის, რომ ბავშვი არის დაკავებული და აი რაღაცა მართლა სისულელეებისთვის დრო არჩება, მაგრამ აი პატარა ასაკში რას ფიქრობ? აი დაკყავს რაღაცა წრეებზე და როგორ ფიქრობ ეს დატვირთულობა, როგორ აისახება ბავშვზე? როგორ გაქვთ ეს დაავადება? მე ნამდვილად ფიქრობ, რომ პატარა ბავშვს არ უნდა არაფერ, რას წლით რომ 3 წლის ასაკში ბავშვი შეიძლება რომ საიკითხოს რაღაცები. ჩვენ გვაქვს შიში რომ არასდროს არ საიკითხოს, თუ რისთვის ვაკეთებთ ეგ და ფიქრობ რომ აი უფრო ჩემი შვილი უფრო მომზადებული შევა სკოლაში, რადგან ეწოდინება რაღაც ანბანის ნახევარი. ხო, სხვადასხვა ძალიან. ხო, მაგრამ ნახე, მე ეგ შეიძლება რომ ძალიან ცუდი იყოს რეალურად, იმიტომ რომ მე სკოლაში იქნება მოწყენილი, იმიტომ რომ უკვე ეს ყველაფერი ისი და ხო, ზუსტად ეგ არის და ყველაფრისთვის არის თავისი დრო, სად გვეჭკარება საერთოდ და ყველა მე 5 წლის ასაკში მინდა ბავშვიც ავიყვანო სკოლაში. რატო? სად გეჭკარებათ? ხო, რეალურად სად გეჭკარებათ? მე მართლა არ მესმის. თან ეხლა ჩემი შვილი იქნება, შემდეგ წელს შევა პრესკულში და 2 წლის შემდეგ შევა სკოლაში. იქნება 7 წლის. და რატო არის მნიშვნელოვანი 7 წლის ასაკში რომ შევიდეს სკოლაში? იმიტომ რომ ეს არის ძალიან დიდი განვირთვა, მაგალითად ზურგზე. სხეული ჩვეულებრივად ჯერ 6 წლის ასაკში არ არის მზად ამდენი ხანი იყოს ეგეთ დამდგარ პოზიციაში. ჩვენ ხო გაუძელით. და კარგია რომ ესე შევაპასოთ, რომ გავუგრძელი და ეს კარგი სიტყვა რაც შენ ეხმარა. ხო არ არის და არა, რა თქმა უნდა მისმის რომ შენ ეგიცი და შენ მაგრამ ჩვენ ძალიან ხშირად უნდა შევაპასოთ ეგ, როგორ ვასაყელებთ ეგ, ეს კარგი, მაგალითად დედა ჩემი მე არ ვაჭვენებდი ჩემ შვილს 3 წლამდე არაფერი, არც ერთი წიგნი ან ზღაფარი, სადაც ცხოველები იყვნენ რაღაცა ჩაცმულები ან იმაზე ველოსიპედზე დადიან ან რაღაც აკეთებენ. და დედა ჩემი როგორ შეიძლება რომ ჩემი შვილი არ ეცოდინება ზღაპრები. მე ვამბობ რომ 3 წლამდე, იმიტომ რომ 3 წლამდე თვინის რაღაც ნაწილი ჯერ არ არის განვითარებული იმისათვის რომ გაიგოს და რომ ეს არის ჯერ ზღაპარი. და ჩვენ ვცდილობთ რომ მოვამზადოთ თვინიც, თვითონ მოვამზადოთ ბავშვს იმისათვის რომ ცხოვრებისთვის მოვამზადოთ და ჩვენ ვცდილობთ რომ დავეხმაროთ იმისათვის რომ უფრო მარტივი იყოს მისთვის გაგება რა არის რეალური, რა არის მოგონილი, ისე ვთქვათ. და მაგითო 3 წლამდე არაფერი არ წავიკითხე და ვკითხულობდი ციგნები გოგოზე, ან ბიჭზე, რომელიც დადიან ბაღში, ან დადიან სტუმრად, ან ბებია ბაბოსთან არიან, ან ტყეში წავიდნენ, ან რაღაცა გააკეთენ. არაფერი ეგეთი არ მოხდა ჩემშიც და ძალიან კარგად ეხლა
აი რებს მოფიქრებს ხოლმე ეხლა ჩემი შვილი რომელიც სამწამდე არაფერი არ ქონდა საკითხული მოკლედ არც მოსმენილი და რომ არ ვიცი ბაჭია წავიდა მაღაზიაზე ხო ბალეტზე აი რატო და სკოლაზეც იგივენაირად მე ვფიქრობ რომ არსად არ გვეჭკარება ცხოვრებაში არ ვიცი თქვენ თუ ფიქრობთ რომ გჭირდებათ დახმარება კიდე უფრო ადრე და გინდათ რომ ადრე დაიწყოს სამსახური მე მთელი ცხოვრება ეკნებათ ეს და არ ვიცი ეგ მაგაზე არ ვფიქრობთ რომ მე სადღაც გარბიან და მე მოგვენატრებიან იცი რა მინდა კითხვა აი გაქვს ეს მომენტი რომ აი მე რაღაცა მინდოდა ბავშვობაში რომ მეცადა ან აი მინდოდა და მშობლებმა სხვა მიმართულებით წამიყვანეს იმიტომ რომ ჩვენ მაინც უფრო ვუჯერებდით ხო რა თქმა უნდა არ იყო ეგრე არა მე არც მქონდა საშუალება რომ არ დავუჭერო მართლა ძალიან კაცრი დედა მქონდა და თან დედა ჩემთან იცი როგორ არის დედა ჩემი იყო ცოტა უბედური თავის უბედური რა ცუდი სიტყვა მაგრამ არ იყო ბედნიერი თავის ქმართან ერთად ისე ვთქვათ მაგიტო ვცდილობდა რომ ძალიან ბევრი დრო არ გაატარო სახლში იმისათვის რომ არ იგრძნო ეს უბედურება მაგიტო დადიოდა დედა ჩემი დადიოდა ცრებზე და მე დავდიოდი მასთან უბრალოდ დედა ჩემს უნდოდა ცეკვა დედა ჩემს უნდოდა ცურვა და მე დავდიოდი მასთან მე არც ცეკვა არ მომწონდა არც ცურვა მაგრამ მე იმდენად მინდოდა დედა ჩემთან დროის თარება რომ თან ახმა ვიყავი რომ ეს ყველაფერი გავაკეთო და მე მაგალითად ძალიან მინდოდა რომ ხათვაზე დრო ვიარო და არასდროს არ დავდიოდი და ეხლა ვფიქრობ რომ უნდა გამახსენდეს უნდა გავაკეთოთ ის რაც პატარა ანასტასიას უნდა და ხო და როდის არა ეხლა უკვე სკრინები გავაკეთე ხო მართლა რამოდენიმე მადლობა ღმერთს რომ ეხლა არსებობს უკვე დიდებისთვის არის წრეები სადაც შეგვიძლია ვიაროთ ხო და ბავშვს ატარებ აი რაღაცა შენ სურვილებს ვიგადაგა ოკეი ეხლა არა ჯერ არაფერიც არ ვატარებ იმიტომ რომ ეხლა ბაღი სრულიად შეავსებს ეგ საჭიროება, იმიტომ რომ ყველაფერს მართლა არიან, სულ რაღაცას აკეთებენ, ცეკვაც არის, სიმღერაც არის, თითქოს არც თან 6 საათამდე არიან ბაღში. არც გრძნობ, რომ რაღაცა შეიძლება რომ დაჭირდეს. ერთადერთი რაც ვფიქრობ, რომ შეიძლება რომ კარგი იყოს, არის ცურვა. ჩემ შვილსაც უნდა. თან საერთოდ ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად ყველა ბავშვს უნდა იცოდეს ცურვა. აბსოლუტურად ყველა. მეც რომ ძალიან მიკვირს რო არიციან ცურვა. ხო, ჩემი ქმარი მაგალითად მე ხომ ცურვა არ ვიცი, აი რაღაცაერთ მიკვირს, არ ვიცი რატო. რაღაცა ბავშვობის შიშებიდან მოდის? ხო, უფრო დედების ალბათ, იმიტომ რომ მაგალითად ჩემი ქმარი არ იცოდა ცურვა თითქმის 30 წლამდე, იმიტომ რომ ხო დედამის უნდოდა ცურვაზეც აყვანო, უბრალოდ ორი შვილი ყავდა და სულ რაღაცა ერთხელ რო წაიყვანო, მერე სურდო აქვს, მერე რაღაცა და მერე არ იცი რაზე მინდა ვისაუბრო, ძალიან მინდა რომ მოვასწროთ. ბევრჯერ ახსენე რაღაც თვითსიყვარული, ის თუ მე რა მინდა და ასე შემდეგ და ერთ-ერთ ინტერვიუში მამაზე როცა ლაპარაკობ, ამბობ რაღაცებზე, რაც დაგიბარა და რაც ძალიან უნდოდა რომ შენ გაგეკეთებინა და ერთ-ერთი იყო რომ ისეთი საქმე გეკეთებინა, რაც გიყვარს, მოგწონს და რაც მოიცავს აი შენს ტალანტს და უნარებს. შეძელი ეს დღეს? სხვადასხვის კარგად რომ შემახსენე ამაზე. იმიტომ რომ ეხლა რომ ვფიქრობ, იცი რომ ადრე სულ მქონდა თავში რომ რამე ბიზნესი უნდა გავაკეთო. იმიტომ რომ ყველა ჩემს ირგვლივ აქვს თავისი ბიზნესი, რა თქმა უნდა, მამა ჩემიც, დედა ჩემიც მქონდა თავისი კომპანია რაღაცა და ეს იყო ჩემი იდეა ფიქს რომ მეც უნდა გავაკეთო და სულ ვფიქრობდი, უნდა გავაკეთო სალონი, არა, ცხობა არა, რაღაცა, და ეხლა მივხვდი რომ ეს ჩემი არ არის, ჩემი უნარი არ არის ხალხის მართლაო. ისე
ყოველდღიურად ისე ვთქვათ და სხვადასხვა შენ მე უნივერსიტეტებს მე კი არ ვფლობ ფონდი ფლობს უნივერსიტეტებს და მე ვარ ისე ვთქვათ guardian angel-ი ვარ და ვცდილობ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის რომ უნივერსიტეტები გაგრძელონ მისი არსება მაგრამ ჩემი უნარი და ტალანტების გამომდინარე მე ხო რაღაცას ვაკეთებ ანუ ჩემი punchline თერაპია ჩვენი შოუ რომელიც მე მგონი რომ არის საკმაოდ საინტერესო და სასაცილო ეს ჩემთვის დანიშნულოვანი რომ ხალხს რაღაცნაირად ვაბედნიერებ ამით და მაგალითად რამოდენიმე დღის წინ მივიღე მესიჯი ერთ გოგოსგან რომელიც წერდა რომ მე ძალიან რთული პერიოდი გავიარე ამ ბოლო დროსო და ვუყურებდი თქვენ გადაცემებს და ძალიან დამეხმარაო და ეს ჩემთვის როგორი მნიშვნელოვანი იყო ეს მესიჯის საკითხვა რომ ვიღაცას რო დავეხმარეთ ან და ვიღაცა ქონდა საშუალება რომ რაღაცა ოდნავ ბედნიერება მოიპოვოს თავისთვის ეგ და ვიღაცა მისი სათქმელი თქვას და მე რაღაცა ის იუმორში ნამდვილად ხო გადაიტანოს რაღაცნაირად მე დიდი ან რა არის საქმიანობა რითიც ხარ ყველაზე ძირითადად აი დღეს დაკავებული აი რა არის შენი პირველ რიგში რას დაასახელებ შენი მთავარი მოწოდება და საქმე დღეს ეხლა ჯერჯერობით ამცამს ისე არაფერი იმიტომ რომ დეკრეტში ვიყავი აი 1 წლის არის ჩემი შვილი რამოდენიმე თვის 1 წლის და 2 თვის და ეხლა ზუსტად ეხლა ვფიქრობ რა მინდა გავაკეთო იმიტომ რომ მე ძალიან მომეწონა ჩემი გამოცდილება სამზარეულოს ომებში, იმიტომ რომ იქ იყო აი პირველად ვიგრძენი ეს რაღაცა მქონდა ეს შეგრძნება რომ მოვედი პირველად რომ მოვედი და ძალიან ბედნიერი ვიყავი რომ ვფიქრობ რომ აი მე ხვალ მაქვს გადაღებები და რა კარგია მიუხედავად იმისა რომ 14 საათი ხარ ხო აი ჩართული როგორი გამარჯობათ ჩვენ გვაქვს რაღაცა როგორი დამღლელი არის ეს ამბავი არა და ადამიანებს გონიათ რომ აი შენ რა გიჭირს გახარ და სინჯავს სხვადასხვა საჭმელს და სხვადასხვა ყოველ სამზარეულოს ომების გადაცემის დროს ვამატებდი დაახლოებით 4-5 კილოგრამს ანუ ერთ დღეს 4 კილოგრამი ხო ნუ 5 ანამეტანია 3 ხო უბრალოდ მე რატო ჭირს საყურეთ ცოტა ესე ხო 3-4 კილო ვამატებდი ანუ იმდენ საჭმელს ჭამთ იმ გადაღებების დროს რომ იმდენს ვამატებ ანუ დილის რო ავიწონები და მე საღამოს და წარმოიდგინე 3-4 კილო ძალიან ისე ნუ მოკლედ ბევრი მაგრამ ხო აი რომ მოვედი სამსახურ პირველ დღეს ძალიან კარგად მახსოვს რომ მოვედი და ვიგრძენი რომ ვარ თავის ადგილზე რომ არანაირად არ მიუხედავად იმისა რომ ცხოვრებაში არასდროს არაფერი მსგავსი არ გამეკეთებია მე ვიგრძენი რომ მე ზუსტად ვიცი რა უნდა გავაკეთო როგორ ანუ რა თქმა უნდა შენ სეტზე უნდა იყო აი ეს მოგწონს ძალიან მიყვარს ხო რაღაცნაირად ანუ შეიძლება რომ მეც ანუ პოდკასტით შეიძლება რომ რაღაც ანუ YouTube-ზე ну პოდკასტი ნაკლებად ალბათ პოდკასტი ჩვენ გავაკეთეთ მაგრამ ვფიქრობ რომ რაღაცნაირად პოდკასტი გქონდა ეგ ამბავი უბრალოდ გვინდა რომ რამე სხვანაირად გავგვეკეთებინა იმით რომ ხალხი ნაკლებად უყურებდა ის შეიძლება რომ სხვა მოლოდინიც გქონდა მოკლედ იმით რომ punchline თერაპიასთან ასოცირდებოდა და მოკლედ შეიძლება რომ რამეს სხვა ხო რამე გადაცემა მოკლედ ხო იმით რომ ეხლა მაგალითად დღეს რომ აკროზი ვარ და სეტს აკეთებდით რაღაცა და ის გავასწოროთ მიკროფონი რაღაცა აი ხო რაღაცნაირად ძალიან ბედნიერი ვარ კარგი და რადგან დღეს 30 დეკემბერია მოდი მოკლედ შევეხოთ აი ამ ტრადიციებსაც აი თუ გახსენდება ისეთი რამე რაც აი ძალიან გაგიკვირდა პირველ რიგში სახალხო ტრადიციებიდან ხო საქართველოში
რასაც არ ელოდი. ხო, იცი რა, მე მგონი რომ თლათ მეკლე? ეს მეორე დღეს ვინც პირველი ვინც მოდის სახლში მეკლე. არ ყავთ მეკლე, როგორც ხვდები. არა, ეს არ არის თქვენ ოჯახში. ხო, არა. არც სხვადასხვა ჭიჭილაკი შენ გაქვს სახლში? არა, მაქვს ხოლმე, არა. რა უნდა გააკეთო? სულ მინდა რომ არ ვიცი, უნდა დაგუგლო ეს ტრადიცია, რა უნდა გააკეთო, რომ ძალიან ლამაზები არის, ძალიან ლამაზია. მაგრამ მე რა უყვა მას? უნდა დაწვა. მე ციხეში არ მინდა რომ დავჭდე მის. არ დაჭდები ციხეში. სად მე რუსთაველის მეტროს უკან ცხოვრობდა. სად უნდა გავაკეთო ეგ? აუ, სხვათა შორის ჩაწერას რომ მოვიდი, სულ იცი რა ვიფიქრებოდა. ძალიან ხშირად ნაგავს რომ ვყრივ მეფიქრება შენზე. მართლა? ხო, ძალიან კარგი, კარგი რომ ასოცირდები ნაგავთან. ძალიან ხშირად, ახლა ვიტყვი რატო, იმიტომ რომ მე მაქვს ანახი ვიდეო, სადაც შენ ყვები და აჩვენებ თუ როგორ აკეთებ სეპარირებას ნარჩენების, როგორ აბარებ მე ამას და რამხელა ძალისხმევას და რამხელა რესურსს და როგორ გააზრებულად და ძალიან დიდი სიყვარულით დებ იმაში რომ გარემოს გაუფრთხილდეთ. ეს გრძელდება? კი, რა თქმა უნდა. ეს პროცესი გრძელდება და ალბათ შენი შვილებიც ასე გააკეთებენ. რომ პლასმასას ჩაადებენ ცალკე და მე წაიღებენ და კონკრეტულ პუნქტში ჩააბარებენ. ნუ ეგრე მთლად არის, იმიტომ რომ ჩვენ სახლში გვაქვს მხოლოდ ორი ურნა, ორი სანაგვე, ნუ ერთი არის სანაგვე, მეორე არის recycling-ი. და ჩემი შვილიც რა თქმა უნდა იცის, რომ უკვე იცის რა არის recycling-ი, ისე ვთქვათ, recycling-ი არის გადასამუშავებელი მასალა. ხო. არა, პროცესიც ეგრეც ქვია და ხო, მისთვის არის ძალიან იშვიათი, მისთვის არის ძალიან ჩვეულებრივი და ჩვენთვის არ არის ეგრე. ხო. არ ვართ ჩვეული მაგას ჩვენ. მე ადრე მინდოდა რომ სწრაფად ყველაფერი რომ ყველას შევცვალო და ყველა გააკეთოს ეს გადამუშავება, მაგრამ მე მივხვდი რომ ეს ძალიან გრძელი პროცესი და ჩვენ უნდა ვასწავლოთ ჯერ ადამიანს რატო ეს არის სუდი და მე ვხედავ სხვათა შორის განსხვავებას თუნდაც ბოლო 5 წლის განმავლობაში რომ უკვე სხვადასხვა კომპანიებში არის ელემენტების სპეციალური რაღაცა ყუთი სადაც დებენ ანუ ბანკშიც, ანუ მაღაზიებში და ხალხი რო უკვე იცის, ანუ 5 წლის წინ არავინ არ იცოდა რომ ელემენტი არ შეიძლება ნაგავში ჩააგდო. და ეხლა უკვე სხვანაირი მიდგომა. თან სხვადასხვა კომპანიაც უკვე არსებობს, რომელიც მუშაობს, აი მაგალითად, ქაღალდის მაკულატურაში მაკულატურის გადასამუშავებ მოაქვს, არ ვიცი მოკლედ. და მოკლედ არ დანებდი შენ ამ საკითხს. არა, ნუ იცი რა, მე ვფიქრობ, რომ ხო, ჩემთვის ეგ ძალიან ლოგიკურია, იმიტომ რომ თუ ვფიქრობ, რომ ეს ყველანაირი ნაგავი, რაც ჩვენ გვქმნით, მე მიცაში რო ვყრით, ეს ხო ძალიან ცუდია. თუ გვაქვს საშუალება ამას რომ გავაკეთოთ და სხვანაირად ეს მეორე ცხოვრება რომ მივცეთ, რატო არ უნდა გავაკეთოთ ეს? იცი რა მინდა კითხო. აი რომ ჩამოდიოდეს ანასტასია საქართველოში, აი იმ გამოცდილებით და იმ ცოდნით და იმ გონებით, რაც ახლა გაქვს. აი რა იქნებოდა ის, რაც აი უპირობოდ თავიდანვე შეგიყვარდებოდა საქართველოში და მეორე რა იქნებოდა, რაც ძალიან გაგაღიზიანებდა? იცი რა, მე სხვათა შორის რამოდენიმე თვის წინ ჩემმა ქმარმა მითხრა, რომ ნუ მას რაღაცა დაპატიჟეს, რომ გააკეთოს რესტორანი, ჩემ მეუღლე არის რესტორატორი, აქვს 5 რესტორანი და დაპატიჟეს, რომ გერმანიაში გააკეთოს რაღაცა რესტორანი. და ნუ ეგ რეალურად ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გადავიდეთ გერმანიაში და იქ ცხოვროთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ერთწლიანი შეიძლება რომ იყოს, მაგრამ ნუ შეუძლებელი არის დისტანციურად აკონტროლე ეგ საქმე. და ოჯახის ყოფაც არ განიხილება. ხო, არა, იმიტომ რომ არ ვიცი, მე ვგიჟდები ჩემ მეუღლეს და არ მინდა ერთი წელი მის გარეშე რომ ვიცხოვრო. იმიტომ რომ ძალიან მეხმარება სახში და საერთოდ რაღაცნაირად არა, ძალიან მიყვარს ჩემ მეუღლე.
ვერ უშვებს, არ. ხო, სხვა არ ვიცი როგორ შენ გაუძელე ამდენი ხანი, არ ვიცი, ხო, მართლა. ხო, ვიტყვი, ჩემი მეუღლე იყო წასული 1 წელი დაახლოებით და ძალიან რთული იყო. ხო, ეს ყოველჯერზე რომ ხედავდი რომ შენ თქვენ შევხვდებოდით, მე რაღაცა ბედნიერი ვიყავ, მაგრამ იმავე დროს ვიყავი რა ვარ აი მე როგორ შეიძლება რომ მართლა აი ჩემთვის შეუძლებელია რომ მე ვგიჟდები ჩემ მეუღლეზე და ჩვენ გქონდა ეგ საუბარი და ორივე რაღაცა შევტანთით რომ ჩვენ გვინდა საქართველოში რომ გავაგრძელოთ ჩვენი ცხოვრება და არ გვინდა თუნდაც ერთ წელზე მეტი იქ გადასვლა და გვინდა ვიცხოვროთ საქართველოში და რაღაცნაირად მე აქ გრძნობ ჩემ თავს სახში. და არ არის, ანუ არ ვიცი რა არის ეგ ხალხი არის ძალიან კეთილი, ანუ ჩემს მიმართ თლათ, იმიტომ რომ ყველაფერს აი მე ანასტასია რა საყვარელი გოგო ხარ და ყველას ვეუბნები რომ ჩემ დედამთილს კითხე რა საყვარელი ვარ. არა ეხა მაგას ამეტე. არა, გეტყვის რომ ძალიან აფტარი გოგო არის. რაც შეიძლება რეალობა, ჩემ დედამთილთან სამწუხაროდ ვარ ცოტა აფტარი, მაგრამ სიყვარულისგან და არა რომ მინდა რომ ვიყო. და რა ძალიან, საჭმელი უდაოდ ეგეთი საჭმელი, გემრიელი საჭმელი, აი თან ოკეი, მაგალითად, საფრანგეთში შეიძლება რომ სუფრა, ისე ვთქვათ, რომ გავაკეთოთ. ჰაჰა 7 ქერციდან 3 იყოს ძალიან გემრიელი, რომელიც მოგეწონება და 4 იყოს რაღაც, თავისებური, ისე ვთქვათ. ვერ გაიგებ რა არის. ან შენთვის არ არის და არ ვიცი, მე რო ჩამოვედი საქართველოში, ყველაფერი სუფრაზე რაც დევს, მუჟუჟის გარდა, მე აი არ მიწე ყველაფერი მინდა შევჭამო. ხო, ბოდიში მუჟუჟის მოგონილი ადამიანი, ხო, მოყვარული. ანუ ვინც მოიგონდა საერთოდ არ ვიცი როგორ საერთოდ რა შუაში რატო არის მართლა. ხო, მაგრამ ანუ ჩემ მეუღლეს მაგალითად მოსწონს და ამბობს რომ კაი მუჟუჟი კაია. ხალადეცი? ახალ წელს არის სუფრაზე? საერთოდ სუფრა გააქვთ სახლში ახალ წელს ესე? ჩვენ ვაკეთებთ, ოკეი. ბებიამთილთან დავდივართ ყოველ კვირაში ერთხელ, კვირა დღეს. და ხვალაც აუცილებლად უნდა მივიდეთ ბებიასთან და დაახლოებით 9 საათამდე. არა 8 საათამდე ალბათ ვიყოთ, იმიტომ რომ ბავშვებს უნდა დაიძინოთ, ბავშვები ყო თავისი რეჟიმი აქვთ და ბავშვებისთვის 9 საათზე დგება 12 საათი. შეხვდებით ახალ წელს. არა, ისინი არც იციან რომ ახალი წელი რო არსებობს რაღაც, იმიტომ რომ ანუ რა უნდა მე მგონი რომ ახალი წელი არის ძალიან რაღაცა მატყუ არა ღონისძიება, იმიტომ რომ ძალიან ანტიკლაიმაქსური არის, იმიტომ რომ ელოდები რაღაცა ახალი 12 და ყველაფერი ზუსტად იგივე როგორც იყო დაახლოებით 5 წუთის წინ და არაფერი არ შეიცვალა. არაფერი. და მაგითო ყოველ წელს მე არაფერი ხო აი თან ყველაფერს ახალი ცხოვრება უკვე დაწმული მოკაშმული გაპრანჭული ისვრი და მე 5 წუთში ჯდები და ჭამ და არაფერი არ მოხდა ხო არ ვიცი ხო რომლის საყიდლადაც რიგში იტექი ხო ალბათ არა ჩვენ ძალიან მარტივად აღნიშნავთ სხვათა შორის ჩვენი ტრადიცია ძირითადად ოკეი ზოგადად მე არ მქონდა არანაირი ტრადიცია ისე ბავშვობაში, რომელიც მე საერთოდ მქონდა და ან რომელიც მე მინდოდა რომ გავაგრძელო ჩემ ოჯახში. მაგიტომ მე გადასული მე უნდა მოვიფიქრო ჩემი ტრადიციები ჩემი ოჯახისთვის. და მე ვგირდები საუზმეზე. საერთოდ ვფიქრობ რომ საუზმე არის და ძალიან მომწონს მაგალითად მაგითო ჩემის ყველაზე საყვარელი ღონისძიება, ისა არის აღდგომა, იმიტომ რომ აღდგომის დროს ჩვენ გვაქვს ღონისძიება შუა დღის, დღის შუქზე ისე ვთქვათ, არც ერთი ის არ არის და დაბადების დღეებიც მე ვაკეთებ დღის მანძილზე, დილით ისე ვთქვათ და დილის არის თორტი და არა რომ ის საღამომდე უნდა დაელოდო, სანამ თორტს შეჭამ. რა სისულელე, დილას არის ყველანაირი ის, რასაც გინდა. და მოიგონე საახალწლო საუზმე? და არა, და მოვიგონე ჩვენ ამას დავარქვით ჯადოსნური საუზმე. ეს არის, როცა ჩვენ ვაკეთებთ ძალიან ლამაზი თეფშებიც მოგობს, მაგალითად ჩემ
დახმარე ქალბატონს აქვს სერვიზი, რომელიც მისმა ოჯახმა მე მგონი აჩუქეს ქორცილზე, ქორცინების დროს 25 წლის წინ და ცხოვრებაში არასდროს არ გამოიყენა ის სერვიზი. რატო? ანუ რას ველოდებით ჩვენ? ანუ რა უკეთესი დღე იქნება ვიდრე დღეს? და მაგითო ჩვენ ხმარობთ ყველაზე კარგ სერვისს, რასაც ჩვენ გვაქვს. ყველაფერი ლამაზად ავაწყობთ და რაღაც სასიამოვნო რაღაცები ვდებთ მაგიდაზე და გვაქვს ჯადოსნური საუზმე. ეს არის ჩვენი ტრადიცია და ახალ წელს ჩვენ მე ვიყიდე სხვათაშორის მე ვიყიდე თვალისთვის მაქვს სვიტრები, რომელიც ვიყიდე ერთ-ერთ მაღაზიაში, ანუ ოჯახისთვის და ბებიასთვისაც ჩვენ მე მაქვს ნაყიდი ციტელი სვიტრი, აუცილებლად მე იმედია რომ მექნება სურვილი არა, მექნება შესაძლებლობა რომ დავდებ ფოტო ყველა ერთად და 1 იანვრისთვის მაქვს პიჟამოები, რომელიც ჩვენ ყველა მე და ჩემი შვილი, უფროსი შვილი ძინავთ ამ პიჟამოში. პატარა არ ძინავს ამაში, იმიტომ რომ ძინავს თავის რაღაც აქვს კიდე რაღაც კონვერტი თომარა. რაღაცა ხო დაახლოებით თომარა რაში. საკმაოდ სქელი რომ არ მოსწონს რომ ვიპარებ პროგრამაში. და ჩემ მეუღლეს საერთოდ ყველაფრის გარეშე, ფლატ ყველაფრის გარეშე არა, მაგრამ პიჟამოში არ ძინავს. მაგრამ 1 იანვარს უნდა იყოს ასე. ой, კაია. და ჩვენ ხო ესე იმ პიჟამებში გვაქვს ეს საუზმე. თელი დილა ასე კარგი. რაღაცა და არც არ გვეჭკარებას არაფერს არ ვაკეთებთ სხვას და ყველაზე კარგია. მე მგონი ძალიან კარგია. აი რაღაცა მართლა რაღაცის მოლოდინს და სართულებიან სუფრას და მე გადათენებას და სადღაც გაღვიძებას ნამდვილად ექჯობს. ხო, მე ვფიქრობ, რომ ხო ეს თან შამპანიური გვაქვს, მე არ თითქმის არ ვსვამ, მაგრამ პატარა ბოთლს ვყიდულობ და დილას ჩვენ ვსვავთ და აღნიშნავთ ახალ წელს, აღნიშნავთ უკვე აი ჩვენ წინ არის ეს ახალი წელი და არა რომ რაღაცა ღამეში რა უკვე წინ არის და სხვათა შორის გამახსენდა შარშან ჩვენ გქონდა ძალიან ლამაზი შამპანიური ჭიქები ჩვენთვის და ჩემო შვილმა თქვა რომ მეც მინდა რა თქმა უნდა და ეს არსებობს საბავშვო შამპანიურიც ხო მაგრამ ტკბილი არის და მე კომბუჩა ძალიან გავს ჩემ შვილს ძალიან მოსწონს კომბუჩა და კომბუჩას ვაძლევ ჩემ შვილს შამპანიურის ჭიქაში და ზუსტად შამპანიური გამოიყურება არასდროს არავინ არ გაიგებდა რომ ეს არ არის შამპანიური შეგახსენებთ რომ ჩვენი მეგობარია დეკლარი და ვისაც გრძნობიარე კანი გაქვთ აუცილებლად გეცოდინებათ მის შესახებ იმიტომ რომ ის 60 წლის წინ დაარსდა პირველად გრძნობიარე კანისთვის შექმნა ფორმულები და უკვე გატესტეს და ადგინეს დერმატოლოგებმა რომ ინტენსიური გამოყენების შემდეგ 70%-ით მცირდება კანზე მგრძნობელობა რომელიც შეიძლება იყოს გამოწვეული სხვადასხვა მიზეზებით სიცივით, ხისტით, წყლით და ასე შემდეგ აუმჯობესებს და აქტიურებს კანის ბარიერულ ფუნქციას, ხსნის ანთებას და გაღიზიანებას, აუმჯობესებს კანის ფერს და აბწყინვალებს. და სხვა შორის ნაადრევი დაბერების წინააღმდეგაც დაგეხმარებათ და ეთანხმები დეკლარის ფილოსოფიას, რომ იქიდან იწყება ჩვენი სილამაზე, სადაც ჩვენი კანი თავს კარგად გრძნობს, ასე რომ მადლობა დეკლარს, რომ ჩვენთან ერთად არის. შეგახსენებთ, რომ ჩემი პოდკასტის წარმდგენია სკანდინავიური საკობი დანამატების ბრენდი New Nordic-ი, ბრენდი, რომელიც დღეს უკვე მსოფლიოს 3 კონტინენტზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია და გამოირჩევა უმაღლესი ხარისხის სტანდარტებით 100% ნატურალური საკობი დანამატებით. New Nordic-ი ატარებს beauty in and out ფილოსოფიას, ჯანმრთელობასა და სილამაზეს ესრულნა იწყება ნამდვილად შიგნიდან. საქართველოში უკვე წარმოდგენილია ბრენდის ყველა მოთხოვნადი და ბესტსელერი პროდუქტი, მათ შორის Apple Cider-ი წონის კლებისთვის, ზუკარინი ტკბილზე მოთხოვნილების შესამცირებლად და hair volume თმის ძისა და მოცულობისთვის. New Nordic-ის პროდუქცია წარმოდგენილია GPC-ის აფთიაქებში მთელი საქართველოს მასშტაბით. ანასტასია, მინდა გისურვო კარგი წელი. ყოველდღე კარგი ამბების წელი და ყოველდღე სიხარულის წელი. ჯანმრთელობა, წარმატება
და რა ვიცი, თუ გინდა 2006 წლის ბოლოსაც შევიკრიბოთ და ვილაპარაკოთ რა ხდებოდა 2026-ში. მინდა რომ შენც მოგილოცო და მინდა მივილოცო ჩვენს მაყურებელსაც და ვუთხრა ძალიან დიდი მადლობა იმ ერთგულებისთვის, რა ერთგულებითაც თქვენ მოყვებით, რამდენიმე თვეა უკვე და აგერ უკვე 2026 წელში გადავდივართ. ყველა გამოხმაურებისთვის, ყველა თითოეული დაწყაპუნებისთვის, რომელიც ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. იმედი მაქვს, რომ 2026 წელში ჩვენს გვერდით იქნებით, კიდევ უფრო გაიზრდება გვანცას პოდკასტის დიდი ოჯახი და იმედი მაქვს, რომ თქვენს კარგი წელი გექნებათ. მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა, ყოველდღიურად ღირსეული შეგრძნება საკუთარი ცხოვრებისგან და ბედნიერების აი მომენტების აღქმა, რომელიც ყველაზე მეტ რამეს გვაძლევს. ძალიან მიყვარხართ და გემშვიდობებით მომავალ წლამდე. და არ დაგავიწყდეს თქვენი შინაგანი პატარა ადამიანი. პატარა ბავშვი.